როდესაც საკუთარ თავთან იცის, რომ დიდად არაფერი არ იცის, მას საკუთარ თავთან კომფორტის მისაღებად სჭირდება სხვების ხარჯზე თავის ვალიდაციის შექმნა. ამიტომ პირველი მთავარი ნიშანი არის ადამიანი, რომელიც არის მართლა მცოდნე, არის უბრალო, მარტივი, მას არ სჭირდება ტერმინოლოგიური რახარუხი, მას არ სჭირდება შენს ხარჯზე დაემკვიდროს თავი, მას არ აქვს პრობლემა რაღაც მომენტში თუ ხვდება, რომ შენ თავმოყვარეობის შესანარჩუნებლად უნდა აღიაროს რაღაცა რო არ იცის, მიუხედავად შეიძლება იცოდეს, იმიტომ რომ ის არის ემპათიური. ემპათია გულისხმობს იმას, რომ მარტო იმას კი რომ მგზნობი არევარ, იმას ნიშნავს, რომ მე არ მჭირდება არც არავის გზნობების, არც არავის ცოდნის პოზიციის თავმოყვარეობის ხარჯზე საკუთარი თავის დამკვიდრება. აი ეს არის განსხვავება თავმოყვარეობას და პატიმოყვარეობას შორის. პატიმოყვარეობა როგორც უმეტეს შემთხვევაში ეს არის